რა ვიცი რა გითხრათ რა შონ სტრიკლენდმა დაამარცხა კაცი რომელიც იყო ძალიან ცხელხაზე რამოდენიმე წელი დაუმარცხებელი 5+ წელი მგონი და ყველაზე დიდი ჰაიპი ქონდა ის საუბარი იყო იმაზე რომ ეხლა რომ მოეგო ჰერნანდეზ გადაახტებოდა იმავობს და შემდეგი იქნებოდა ხამზატისთვის ზოგი იძახდა რომ ამ კაცს აქვსო კრიპტონაიტიო ხამზატისთვისო და აი შონ დიშონ ხო იცი დიშონს რო უძახიან რა უფრო შავი ვერსია სახელი რა დიშონ შენ რას ფიქრობ აუ კაროჩე პირველ რიგში რა თქმა უნდა აი ველოდ სტრიკლენდ რო გაიმარჯვება თუმცა ჰერნანდესმაც გამაოცა მისი პერფორმანსი იმიტომ რომ მართლა კარგად დაუდგა და მართლა კარგად იბრძოლა სტრიკლენდს რა უბრალოდ სტრიკლენდმა გამოცდილებით ძალიან მაგრა აჯობა რა გამოცდილებით აჯობა ის იმ დეტალებში აჯობა სადაც ის კიდე გამოცდილება წარმოიდგინე ამხელა გამოცდილი არის ტიპი რომ კიდე გამოცდილება დაჭირდა გამოცდილი მებრძოლეს რა ასე რომ ვთქვათ მაგისთან დაპირისპირებისთვის და რაც შეეხება ჰერნანდეს ხო ანუ there is some levels in this game და სტრიკლანდი კიდე მაღლა არის და დავინახეთ რაც მაგარია და ძალიან მშიერი და ფოკუსირებული არის ჩხუბს რა შეხედო როგორი იყო სტრიკლანდი ხო ისე კი არ იყო პროსტაი ძალიან მშიერი და ძალიან ფოკუსირებული იყო არ მობეზრებული არ ქონდა ბრძოლა რა და როგორც თქვით აი უკანა პოდკასტზე და აბრამიშვილთან როცა ვიყავდა ჩვენ საუბარი აბრამიშვილი ამოდა ფლაფი უნდა გაიმარჯვოსო და ბევრი ფიქრობდა ფლაფი გაიმარჯვებს ხა ეინამ თქვა რომ 300,000 რო დაგედო იმაზეო შონ სტრიკლენდზეო მოიგებდი მილიონსოაზე ხარ და ვიციო რომ იყვნენ ომასტებიო და დადესო რა თქმა უნდა ანუ ობიექტიურად და სტილისტიკურად ხო სტრიკლანდი ძალიან წინ არის ძალიან წინ არის და სტრიკლანდს აქვს გასაღები უმრავლესობა middleweight-ების რა იმიტომ რომ ზოგადად ისეთი სტილი აქვს არჩეული ასე რომ ვთქვათ რა რომ 5 რაუნდიან ბრძოლაში ძალიან ძნელი და სამარცხებელი არის სამაგი რა მე დარწმუნებული ვარ მაგან დიულესისთან ერთი ბრძოლა არ წაუგე და მეორე წააგო იმიტომ რომ მოდუნებული იყო ასე რომ ვთქვათ რა ანუ სტრიკლანდს ხო კიდე მის ზოგადად იმდენად ნამდვილი პიროვნება არის რა იმდენად not fake person-ი არის ესე რომ თვაზე ხარ იმდენად სრულყოფილი ნამდვილი პიროვნება არის ხო ისეთი რაღაც თქვა მაგან რაც მის მეტოქეზე ანუ ასუსტებს ზოგადად ხო აი ის თავდაჯერებული მებრძოლი არის ხო ყოველთვის მის მეტოქეს ადიდებს რა ამან იქეთ აუ კაიო რა ის ლავი ჰერნანდესო დოლიძე მაგარი დატრაუმული იყო რა ხო მაგი რო არ ეთქვა ხო მისი გამარჯვება ხო რეალურად უფრო მაგრა გამოიყურებოდა რომ ვითო ანუ ეს ფლაფი ჰერნანდესი რაღაც აი დამანგრეველი მოდის და ანუ მე შევერკინები და მივიღებ მაგრამ არა თქვა არა რა ის ფლაფი ჰერნანდესიო და უმართლა მაგას დოლიძესთან ვაფშე არ უვარჯიშია რომაო თქვენ ნანახი არ ყავდა როგორ იყო კაცი ვაფშე არ უვარჯიშია ხო რა ანუ მაგას თავში ავარდნილი აქვს გომართლაო თორე ვერაფერს ვერ მეჭარდა და შონზე კიდე ერთ დავამატებ ძალიან მაგრა იქცევა ხოლმე მოგების შემდეგ ან მარცხის შემდეგ მიკროფონზე როგორც საუბრობს ხოლმე თავის მეტოქეზე აი როგორ სუფთად და კაცურ კაცად იქცევა ხოლმე რა როგორც იბაზრა რა მე იმეებზე არ სხვა რაღაცებზე არ ვსაუბრობ მაგას ძალიან გიჟი პირი აქვს და ტვინი აქვს და ისეთ რაღაცებს იძახის ხოლმე მე კერძოდ ვიძახი ჰერნანდესი როგორ შეაფასა რა ბრძოლის შემდეგ ძალიან მაგრა რა კი რა თქმა უნდა ანუ სტრიკლანდს ის აქვს მაგალითთვის რომ ნამდვილი პიროვნება არის ანუ არა არის ეს ფეიკი არ არის ანუ შენ სტრიკლანდის პოპულარობა იქიდან გამომდინარე არის რომ ყველა ვიცით რომ სტრიკლანდი არის ვინც არის რა შენ ხედავ ვისაც ხედავ და არც მე ის არის საკმარისი მაგალითი რა ფლაფი ჰერნანდეზე რას ხო და გამართლა შეეძლო მისი მეტოქი გაედიდებია შეეძლო მისი დედოება შეექო და ეთქო რომ ძალიან მაგარია წარმოიდგინე დოლიძე დაამარცხაო და მე რა გამოწვევა მელისო არა თქვა რომ და მე დიდი არის ჩემი თვალსაზრისით მაგრამ რა თქმა უნდა რა ინდა თუ არა ეგ არის ექსტრიმ კულტურის კაპტენ ამერიკა არის რა ბიჭო როგორ უყვარს ერიკ ნიქსის ეგ მასტი ბიჭო ესა რაუნდის შუაში რაუნდის ბოლოს რო ემნებოდა let's go baby boy-ო წარმოიდგინე ერიკ ნიქსი კი ახლა რომას რო უთხრას let's go baby boy-ო